გამარჯობა, მე სალომე ვარ. დღეს უნდა გესაუბროთ ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროდუქტზე და არა მხოლოდ მათთვის. ეს არის Blackview-ს საბავშვო ტაბები. დავიწყოთ Blackview A5-ით, რომელსაც როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო ვიზუალი აქვს. იგი გვთავაზობს 8-ინჩიან ეკრანს HD გამოსახულებით. და რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი და კარგი გამოსაყენებელია ვიდეოებისთვის, თამაშებისთვის და მულტფილმებისთვის. ტაბს აქვს 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, რომელიც სავსებით საკმარისია ფოტო-ვიდეო კონტენტისთვის და შემეცნებით გასართობი აპებისთვის. თუმცა, თუ დაამატებითი მეხსიერებაც დაგჭირდა, არც ეს არის პრობლემა, რადგან 1 ტერაბაიტამდე ბარათის მხარდაჭერა აქვს. ტაბის საშუალებით შეგეძლიათ გადაიღოთ ფოტო-ვიდეო მასალა, რადგან მას აქვს 5 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა. რაც შეეხება ელემენტს, 5100 მილიამპერიანი ელემენტი საშუალებას გვაძლევს ერთი სრული დამუხტვით მთელი დღის მანძილზე გამოვიყენოთ. საინტერესო ვიზუალს ქმნის დამცავი რეზინის кейსი, რომლის საშუალებითაც მისი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. ვფიქრობ, Blackview A5 არც მშობლებისთვის არის ურიგო, რადგან მისი სისტემა იდეალურია სამუშაო პროგრამებისთვის და მარტივად გამოყენებადიცაა. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ტაბი იდეალური არჩევანია მთელი ოჯახისთვის. გადავიდეთ შემდეგ მოდელზე. Blackview Tab 50. აქაც წინამორბედის მსგავსად გვაქვს 8-ინჩიანი ეკრანი და ნათელი და კაშკაშა HD+ გამოსახულება. გარდა ამისა, განახლებული და ბევრად ძლიერი პროცესორი საშუალებას გვაძლევს სწრაფად ჩატვირთოს აპები. ასევე გვაქვს გაუმჯობესებული 5500 მილიამპერიანი ელემენტი, რომელიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო დიდი ხნით გამოვიყენოთ. Blackview-ს ამ ტაბში 64 გიგაბაიტიანი მეხსიერება გვხვდება, რომელიც სრულიად საკმარისია გასართობ შემეცნებითი საბავშვო აქტივობებისთვის. ამ შემთხვევაში 2 მეგაპიქსელიანი უკანა, ხოლო 0.3 მეგაპიქსელიანი წინა კამერა გვაქვს, რომელიც ფოტო-ვიდეო კონტენტისთვის მაღალი ხარისხით ვერ გამოგადგებათ, თუმცა ბავშვთან საკომუნიკაციოდ ვიდეო ზარებისთვის საკმარისია. ტაბს აქვს ფერადი დამცავი მყარი кейსი, რომელიც აზღვევს ვარდნის დროს დაზიანებისგან. ამრიგად, Blackview-ს Tab 50 ძლიერი ელემენტითა და ახალი პროცესორით იდეალური არჩევანია საბავშვო შემეცნებით გასართობი აქტივობებისთვის. ბოლოს კი Blackview-ს ყველაზე ბიუჯეტური Tab 3 კიცი განვიხილოთ, რომელსაც ზემოთ ხსენებულ მოდელებთან შედარებით ოდნავ პატარა 7-ინჩიანი ეკრანი აქვს. რაც შეეხება პროცესორს, იგი მარტივი აპებისთვის გამოდგება და ძლიერი დატვირთვა რეკომენდირებული არ არის. Tab 3 კიცს ორჯერ მცირე 32 გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს და 3280 მილიამპერიანი ელემენტი. Tab 3-შიც 2 მეგაპიქსელიანი მთავარი და 0.3 მეგაპიქსელიანი წინა კამერა გვაქვს, რომელიც ვიდეო ზარებისა და საბაზისო მოხმარებისთვის გამოგადგებათ. რომ შევაჯამოთ, Blackview Tab 3 არის ბიუჯეტური საბაზისო საბავშვო ტაბი, რომელიც განკუთვნილია თამაშებისა და ვიდეოებისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. Blackview-ს საბავშვო ტაბებზე დეტალური ინფორმაციისა და ფასების გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ბმულს. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.